დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ცილის მწამებლური ქადაგების საპასუხოდ. ამა წლის 27 ივლისს სოციალურ ქსელებში გავრცელდა დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ქადაგება, როგორ მოვემზადოთ ზიარებისათვის. გავრცელებულ ქადაგებასთან დაკავშირებით თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იშვიათად მოგვისმენია მსგავსი ცილის მწამებლური, სიცრუეზე აგებული ღვარძლიანი საუბარი. ასეთ მქადაგებელზე ფსალმუნი ამბობს: წარს წყმედს უფალი ყოველთა, რომელი იტყვიან სიცრუესა. ხოლო ასეთთა შესახებ სულ მნათი ილია იტყოდა: სიცრუით მეტყველი სულიაო. მიუმართავ დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს. ის მამები, რომლებსაც შენ გულისხმობ, არავითარ სქიზმაში გასვლას არ აპირებენ, პირიქით. ამხელდნენ ეგრეთ წოდებულ ბოსტონის დაჯგუფებას, ამხელენ უკრაინულ სქიზმასაც, რომელიც შენ არასდროს გიმხელია. ამხელდნენ და კვლავაც ამხელენ სხვა სქიზმებს და მწვალებლობებს. რაც შეეხება ჩვენს ეკლესიაში განხორციელებულ სქიზმას, სწორედ ამ მამების დამსახურებაა, რომ ხსენებულმა სქიზმამ დიდი მასშტაბები არ მიიღო და მხოლოდ ერთეულებით შემოიფარგლა. სწორედ ამ მამებმა ამხილეს და წინ აღუდგნენ ჩვენს ეკლესიაში მწვალებლობის შემოტანის მცდელობას, უნათლავად ცხოვრებასთან დაკავშირებით, რომლის სათავეშიც შენ იდექი. ეს მწვალებლობა შენ დღემდე საჯაროდ არ შეგინანებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მწვალებლობის ჭია კვლავ გიღრღნის სულს და გონებას და ამიტომაც ანთხევ ცილის წამებას, სიცრუესა და ღვარცხლს. მწვალებლობაში მხილებული და დამარცხებული ბოღმას ათხევ, თან ცდილობ, რომ ჩვენი უწმინდესის ზურგს ამოეფარო და ამით გაამაგრო შენი ცილის წამება, ვითომ უწმინდესის მორჩილი იყო. რა უწმინდესმა გაკურთხა უზენაესის საბჭოს დეპუტატობაზე, ვის გაუგია სასულიერო პირის პოლიტიკოს დეპუტატობა. სწორედ ამაზე არ მიგითითებდა უწმინდესი, რომელსაც შენ არ მოусმინე და არ დაემორჩილე. სინოდს ახსენებ, ვითომ მისი მორჩილი იყო. განა სინოდმა არ ამხილა უნათლავად ცხონების მწვალებლობა, შენ და შენი თანამზრახველები კი სინოდის განჩინების შემდეგაც კვლავ ცდილობდით ხსენებული მწვალებლობის გავრცელებას ლოცვანებში თუ სხვა საშუალებებით. ცრუობ, როდესაც ამბობ, რომ შენ მიერ ხსენებული მამების ტაძრებში მრევლი მოუმზადებელი ეზიარება, რაც სრული სიცრუეა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ მწვალებლობა შეუნანებელი ადამიანის ზიარებისათვის მომზადებაზე საუბრობ. საეკლესიო თემებზე საუბრისას ავლენ სრულ უმეცრებას როგორც კანონიკურ, ისე დოგმატურ საკითხებში. შენი ეკლესიოლოგია არც მართლმადიდებლურია და არც კაცური, ვითომ მამულიშვილური გრძნობები გამოძრავებს და ქვეყნის პატრიოტი ხარ. სად იყავი, რომელ ფრონტზე იბრძოდი, როდესაც ჩვენს შვილებს სკოლებში რყვნიდნენ, როდესაც ქუჩებში LGBT აღლუმების ჩატარებას ცდილობდნენ. სად იყავი, როდესაც ეკლესიას ღიად ებრძოდნენ, ანტიეკლესიურ და ანტიქართულ კანონებს იღებდნენ, როდესაც ნაცხელისუფლება ტაძრებს ანგრევდა. სად იყავი, როდესაც ნაცხელისუფლება ეკლესიაში გადატრიალებას აწყობდა და სამთა სინოდის მმართველობას გეგმავდა. შემთხვევით მათი თანამოაზრე ხომ არ იყავი, იქნებ თანამზრახველი. თუ არა და ხმას რატომ არ იღებდი, არ ამხელდი, არ იბრძოდი. შენი მამულიშვილობა და პატრიოტიზმი ვიწრო პოლიტიკური ხასიათისაა. თან იმ პოლიტიკისა და ამ პოლიტიკის გამტარებელი იმ ძალების თანახმიერი, რომლებიც ანტიქართული და ანტიეკლესიური მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ. უწმინდესის სახელს ფიცულობ და როდესაც მის გადაყენებას ცდილობდა ნაცხელისუფლება და მისი ფიზიკური ლიკვიდაციაზე გეგმებს ხლართავდა, გარინდებული იყავი. ამ დუმილი ჩენ როგორც მინიმუმ ბოროდ გამზრახველების თანახმიერი იყავი, ამიტომ შენი ამბორი უწმინდესის მიმართ იუდას ამბორია. საუბარში ეპისკოპოს ხან მოციქულთა სწორს უწოდებ, ხან კოლექტივის თავმჯდომარეს. აი ეს არის შენი გულწრფელობა. ამასთან ცილს არა მარტო ჩვენ მამებს წამებ, არამედ თანამოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოსაც, რომელსაც შენი მეზღაპრეობით გაპატრიარქების განზრახვა მიაწერე და რომ იგი ამ მიზნით თითქოს ბოევიკების გამოყენებას აპირებსო, უწოდებ რა ჩვენ მამებს ბოევიკებს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი იმედი არა გვაქვს საკუთარ ცილის მწამებლობაზე თვალები აგეხილება, მაინც ვთხოვთ ღმერთს, რომ
გიშველოს და მოგცეს სინანული, რათა მწვალებლობის შეუნანებლობით და მოყვასის სიძულვილით სული არ წარიწყვიტო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შვილი ვახტანგ რუხაძე.